სტუმრები, ჩვენი სტუმრები, რომლებიც კიდევ უფრო გაგვიფერადებენ, ახლა ეთერს მე დარწმუნებული ვარ, მოკლედ მეგობრებს მართლაც რომ განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში, მათ გაცნობას, შერჩევას, მათთან ურთიერთობას, თავგადასავლებს, ჩვენი ტკივილის თუ სიხარულის გაზიარებას ადრეული წლებიდან ვიწყებთ ხოლმე. ყველას მოგვეხსენება, სწორედ ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ. მოგვესმინა ჩვენი პატარა მეგობრების გამოცდილება და სტუდიაში სტუმრად მოვიწვიეთ ბავშვები, რომლებიც ვოკალის აკადემიაში ძალიან დამეგობრდნენ. ბავშვები, მე მგონი ცოტა უკვე ხმამაღალინა თქვა. მოკლედ კვარტეტი 4-ის წევრები ნიკოლოზ ხარატი-ვაჩე ღვინიაშვილი, გეგა შონია, ოთო ბაზერაშვილი არიან ჩვენთან ერთად, ასევე ანასტასია ვასაძე და კატო ჩქარეული და მათთან ერთად არის ფსიქოლოგი რუსო კილაძე, ჩვენი სტუმარი, რომელთან ერთადაც გავარკვევთ რა ძალა აქვს მეგობარს და უნდა ჩაერევოს თუ არა მშობელი შვილის მეგობრების არჩევის პროცესში და სხვა რიგ საკითხებში. მოროტო თემებია, მაგრამ შუადღე მშვიდობისა მეგობრებს მივესალმოთ. როგორ ხართ ბავშვებო? ისე მიხარია ხოლმე ყველა ის ეთერი, როდესაც თქვენ გვხვდებით ხოლმე, რომ აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი აი კარგი განწყობა ახლა, იმიტომ რომ მართლაც საოცრებაა თქვენი ყურება და ნუ აღარაფერს აღარ ვამბობ თქვენ შემოქმედებით ცხოვრებაზე, რომლითაც ატკბობთ და ახარებთ ქართულ მსმენელს. მე მხოლოდ შემიძლია დავეთანხმოთ აქ. მეც ვერაფერს ვეღარ დავაბატებდი, ძალიან მიყვარხარ და ვიყვარხარ და უყვარხარ სრულიად მაყურებელს, ამაში დარწმუნებული ვარ. მოდი სოფო დავიწყოთ თქვენით, მე მგონი აჯობებს, ხო? თუ ბავშვებით დავიწყოთ. კარგი, ბავშვებით დავიწყოთ და შემდეგ სოფოს გამოცდილებაზე ვკითხოთ უკვე და უფრო სერიოზულ აქცენტებს გავგიკეთებს თავისთავად ცხადია. ჩვენ ვიცით დაახლოებით საიდან დაიწყო თქვენი მეგობრობა, სცენამ დაგაკავშირათ ერთმანეთს, ხელოვნებამ, მუსიკამ, ამისმა სიყვარულმა, მაგრამ მაინც თუ გაიხსენებთ აი ეს დამეგობრების პროცესი და ეს პირველი ნაბიჯები, საიდან გადაიდგა, ვინ იყავით პირველი მეგობრები ერთმანეთის და ყველა დეტალი გვაინტერესებს მოკლედ. ვინ დაიწყებს? მოკლედ დაიწყო ნიკოლოზ მაიღო თავის თავზე. ერთმანეთთან დაგვაკავშირა კონკურსმა რანინამ. კი ბატონო. ვიდრე გავჩნდა ოთო თელავში ცხოვრობდა მაგამდე თელაველი არის. ნუ ანუ თავიდანვე არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ამ მომენტში ვისარგებლეთ ამ დროით და ამ მომენტში ისე დავმეგობრდით ერთმანეთთან და ისეთი აი ერთმანეთი ვიპოვეთ ერთმანეთი. აუ, რა საინტერესო ფრაზა. ისეთი ბედნიერები ვიყავით ერთადერთი რომ გავიცადით რაღაცა უფრო ჩვენი ცხოვრება გახალისდა და რაღაცა შეემატა. და იქიდან მოვდივართ იმდენი ისტორიები გადაგვხდა ერთად, იმდენი სასაცილო მომენტები, კურიოზები, ასე შემდეგ და აი შემიძლია თამბა თქვა რომ ერთმანეთის გარეშე უკვე აღარ შეგვიძლია. და ბედნიერი ვარ რომ აი ამ ბავშვებს ვიცნობ და მართლა აი ჩემი ცხოვრება უფრო გაფერადა და გალამაზდა ჩემი მეგობრებთან ერთად და ჩემი მეგობრების დამსახურება არის რომ ბედნიერი ვარ, ვიღიმი და ასე შემდეგ. და ძალიან იგრძნობა ნიკოლოზ. მე მოვჩეთ გადაცემა. ცოტა ბაცრებული. ერთმანეთში ვიპოვეთ ერთმანეთიო, აი ამ ფრაზა მართლა არ ვიცი, გადამრია. მოდი, გითხარით თქვენს, აი როგორ ატარებთ ხოლმე ერთად დროს? აი ნიკოლოზმა აღნიშნა რომ ძალიან ვერთობით და ხალისობთ და ძალიან ბევრი სახალისო მომენტი გქონიაო, მაგრამ საინტერესოა აი ყველაზე მეტად რის იკეთება სიამოვნებთ ხოლმე, რა მოგწონთ, რა განიჭებთ სიამოვნებას? ვაჩე. ფოტოებს ვიღებთ ხოლმე, ვიდეოებს ვიღებთ ხოლმე. ხო, ვადევნებთ ჩვენ თვალყურს. კიდე აი აქაც ხვდებით ხოლმე მეგობრები, როცა ერთად გვიწევს დადგომა და ვიღაც ფოტოს ვიღებს, აქ ვლაპარაკობთ შიგნით და ეს ძალიან ესეთი პატარა რაზე ვლაპარაკობთ ხოლმე? აი რა არის ხოლმე თქვენი სალაპარაკო თემები? აი რა გაინტერესებთ? გააჩნია თემას, აი დღეს მაგალითად ვლაპარაკობდით მეგობრობაზე, სანამ შემოვიდოდით რაღაც ჩვენთვის თან ხუმრობდით. ბაჩე, იცი რა მაინტერესებს? აი შენი აზრით აი მეგობრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი რა არის აი ეს რაც ადამიანებს აქცევთ მეგობრობად? ჩემი აზრით საიდუმლოს გამხელიდან იწყება უკვე ყველაზე დიდი მეგობრობა და როცა ადამიანს უკვე საიდუმლოს გამომხელ, ჩემი აზრით ესე იგი უკვე მაგას თვლის შენს საუკეთესოზე საუკეთესო მეგობრად და საიდუმლოებიც ქონიათ უკვე, ხედავ? უზიაროა. უმხელთ ხოლმე ესე იგი საიდუმლოებს. კი, მაგრამ მე პირადად იშვიათად მაქვს საიდუმლო. უფრო მე მიყვარს, რაცა მე მიმხელენ, მაგრამ როცა მაგ ხოლმე გამომხელ. რჩევებს აძლევ ხოლმე მეგობრებს? აი ეს არ მიყვარს ხოლმე, როცა ვიღაცას რჩევას ვანძლევან რამე, ესეთი რჩევის რაღაცები უფრო მიყვარს რაღაც ხუმრობების თქმა, ჩვეულებრივად ლაპარაკი, რაღაცის განხილვა, ესე კონკრეტული თემა, რაზეც ხშირად ვლაპარაკობთ, არ არის.
მაგრამ არის ჩვენი სპორტი მაგალითად ხან კიკბოქსინგი, ხან ფეხბურთი, ხან ესეთი საკაცობრიო საკითხი. ან სხვადასხვა თემები გვაქვს, რომელსაც ვშელობ ხოლმე. სერიოზული როგორც სიტუაცია დიდი რომანტიკოსი არის და რაღაც რჩევებს და რაღაცებს ვიღებთ ხოლმე, მაგალითებს ვაზავთ ხოლმე რაღაცეებში. აჰა, ესე კი გამოცდილია მაგ საკითხში. ხო, და თან მეგობრობა იმით არის ყველაზე მეტად გამორჩეული ამ საკითხით, რომ ყველაზე გულწრფელი აქ ხარ და ყველაზე თავისუფალიც აქ ხარ და ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მეგობრობა ნუ არა მარტო ამ სიხარულისთვის არის საჭირო, ამ თავისუფლებაშიც გვეხმარება და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეხლა აქ ვინც არის ხო ყველა ჩემი მეგობარია. თქვენი ჩასვლითაც. აქ ვინც არის, ჩვენც მაკაცები ვართ. დიდი. ჩვენს ბევრი წელია მეგობრობთ, ნამდვილად შეიძლება ითქვას. ჩვენ შეხვედრის დღიდან, ნუ ალბათ გამოჩენის დღიდან თითოეული მათგანი იმდენად გვიყვარს, იმდენად მივიღეთ და რაღაცნაირად ოჯახის წევრებად და ტელევიზიაში რომ მოდიან ხოლმე და რომ ვიცით რომ სიმართლე ბაშა რაც გაიცნო ზურა, მას შემდეგ იძახის შვილი მინდა. აი ესეთი შვილი მინდა. ხო. კატო გეგა, მოდი თქვენც გვითხარით. ახლა ნუ მეგობრობა ხანდახან წარმოუდგენელია, ხო? აი ცოტა კამათის, რაღაცა განსხვავებული აზრების გარეშე თუ კამათობთ ხოლმე, თუ ჩხუბობთ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მაინც აი როგორ რიგდებით მე ვინ დგამს ხოლმე პირველ ნაბიჯს საინტერესოა. რა თქმა უნდა, ხდება ეგეთი მომენტებიც, როდესაც რაღაცა ასე ვთქვათ, სადაო საკითხები შემოდის ჩვენს მეგობრობაში, მაგრამ ეს საკითხები არასდროს ასე ვთქვათ არ პრობლემა არ შექმნილა და ეგრევე ვრიგდებით. არასდროს კონფლიქტი მე არ მახსოვს ჩვენი ამ ასე ვთქვათ დიდხნიანი მეგობრობის განმავლობაში, იმიტომ რომ იმდენად გვიყვარს ერთმანეთი და იმდენად პატივს ვცემთ, რომ აი არ ვაკადრებთ ერთმანეთს, რომ აი უშვერი სიტყვით მივმართოთ ან თუნდაც თავის აზრზე რაიმე ისეთი ცუდი კომენტარი გავაკეთოთ, ამიტომ თუ ცოტა საიკამათებთ ხოლმე პირველ ნაბიჯს ვინ დგამს მაინც შერიგებისკენ? ორივე. ნაბიჯის გადადგომა არ გვიწევს ხოლმე. აი მეორე წუთს ისევ ერთად ვართ და ისე იცი რა მაინტერესებს, აი ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ ერთმანეთში ვიპოვეთ ერთმანეთიო. რომელი იყო აი ეს მომენტი, როდესაც თქვენ დააფიქსირეთ, რომ ეს იქნება ჩემი მეგობარი და აქვე ჩვენ ფსიქოლოგთან ცოტა ხანში უნდა გავაკეთოთ აუცილებლად აქცენტები და არ ვიცი, მაინც დავსვა ამ შეკითხვას. მშობლების როლი როგორი იყო თქვენი ურთიერთობის ფარგლებში? აი რაღაცნაირად ერეოდნენ თუ არა თქვენს ურთიერთობაში, ბიძგი მოგცეს თუ არა აიბისთან, უნდა იმეგობრობისთან, არ იმეგობრო და ასე შემდეგ. გარკვეულ რჩევებს თუ გაძლევდნენ აი თქვენი მეგობრობის პარალელურად. მშობლები ისე არიან და მეგობრებულები, რომ არ გვეუბნენ, ანუ ისე მოწონათ ჩვენი მეგობრობა და იმდენი საერთო გამოვნახეთ მე და ნიკოლოზმა, თევზაობა, ნადირობა ესნაირი გიჟები ვართ მოკლედ და ამით გამოვირჩიეთ, ვიდა უცრო. ამით გამოვირჩიეთ, სულ ეს. ყველაფერი ერთნაირი მქონდა, ეხლა აი მეპირადად ხო, ძალიან ზოგადად უცნაური ბავშვი ვარ, იმიტომ რომ აი რაღაცა რაღაცა იმოს, აი როგორ ისე შეიძლება რაღაცა აი მაგალითად რაღაც სკამი გავაკეთო ავაწუჩებით, მაგრამ ეს ტიპოშები არ არის და ესეთი ბავშვი დაიწყო რაღაცა უცნობ რომ რაღაცა მე ვიცი ოგეთი რაღაცები და დავინტერესდი და მე ესე და მე ვაჩის და გიგაც ავიყოლიეთ და უკვე საერთოდ და ინტერესები რაც მთავარია, რომელიც ესე აახლოებს ხოლმე მეგობრებს. მაგაში არის. თუმცა გოგონებიც საინტერესოა იმათთან ურთიერთობისას, თქვათ რა აქტივობები მოგწონთ ხოლმე ყველაზე მეტად და დროს როგორ ატარებთ ხოლმე საინტერესოდ. რა თქმა უნდა სიმღერა, ახლა სიმღერას ხო რა თქმა უნდა სიმღერა, მაგრამ არის რაღაცები, რაც უფრო მეტად გვაახლოებს მაგალითად ვიდეოს ხოლმე საჭმელად. ხო საჭმელად. მეიკაპური გიჟო. არა, მეიკაპური გიჟობა არა, მაგალითად მეც ხანდახან მეც შემიძლია რომ წავყვე ხოლმე ბიჭებს ახლა სათევზაოდ და რაღაც მეც მაინტერესებს. და ასე ვერთობით ხოლმე ერთად, მარტო ჩვენი საერთო ინტერესი მუსიკის გარდა სხვა რაღაცებიც არის და ხალხად ვიდეოთ ხოლმე ატრაქციონები, საჭმელად. ისე ვატარებთ ერთად დროს. მოკლედ არ ვიცი, თქვენთან კომუნიკაცია ყველაზე სასიამოვნო ნაწილია და ალბათ დრო ისე მიფრინავს ამასობაში, რომ შეუძლებელია პარალელურ რეჟიმში იფიქრო, რომ გადაცემაში ხარ და რაღაცა გარკვეული თქვენი მოსმენით ტკბები და მე მგონი ზუსტად ანალოგიურ მდგომარეობაში არის ჩვენი ფსიქოლოგი. სოფო ძალიან კმაყოფილი სახე გქონდათ მათი საუბრის პარალელურად.
რუსო უკაცრავად. ძალიან საინტერესოა, თავისთავად ცხადია, მშობლებს, როდესაც ბავშვები იწყებენ თავიანთ სოციალურ ცხოვრებას, უნდათ მათთვის ყველაზე საუკეთესო და რაღაცნაირად ხანდახან ერევიან კიდევაც აი მეგობრების შერჩევის პროცესში, რაღაც რჩევებს აძლევენ, თუნდაც მათ კონფლიქტურ სიტუაციებში ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზოგადად რამდენად სწორია მშობლის ჩართულობა? მოდი დავიწყოთ ბავშვის მეგობრის შერჩევის პროცესიდან. პირველ რიგში მადლობა. ძალიან სასიამოვნო ველში ვარ და კიდევ უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, იმიტომ რომ ესეთი მეგობრული გარემო არის. მადლობა. გიგრძნობა ეს ყველაზე გულწრფელი და უანგარო შეიძლება ითქვას. ესე იგი, ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ მეც რო ბევრი არ ვილაპარაკო, ბავშვებმა თვითონ ეთქვეს, როგორ ირჩევენ მეგობრებს. ეს არის საერთო ინტერესები, მსგავსება მეორე ადამიანში, რითაც გავართ და მათ რის განსხვავებებით, იმიტომ რომ ხანდახან ვინტერესდებით ჩვენი მეგობრების განსხვავებული ინტერესებით, გვასწავლიან რითი არიან თვითონ დაკავებულები, აი ხდება ხოლმე ხანდახან კომპიუტერული თამაშების გაზიარება, რაც შეიძლება მე მიზიარებენ ხოლმე ბავშვები, რომლებთანაც მეგობრდები, მასწავლიან ხოლმე და ძალიან სასიამოვნო არის ამ პროცესში ყოფნა, იმიტომ რომ იცით როგორ არის, ეს ბავშვები, მშობლები კი არა სწავლიან ბავშვებს ბავშვობას, ბავშვები ასწავლიან მშობლებს მშობლობას და ყველაფერი არის ამაზე აგებული. საინტერესო რამ თქვით ახლა ნამდვილად. ბავშვები გვახსენებენ ჩვენს თავს ბავშვობაში და ჩვენს შინაგან ბავშვთან იწყებენ კომუნიკაციას და ამით ახერხებენ ჩვენთანაც მეგობრობას. ზუსტად ამიტომ არის ახლა რომ ესეთი პოზიტიურობებს ხედავთ, ესეთი ლაღებებს ხედავთ, თვალები ყველას გვიციმციმებს და აი რა ვიცი, მინდა რომ ძალიან დიდი სიყვარული გავცე ხა, იმიტომ რომ სავსე ვარ ამით. ხო, რუსო, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან თუ ვიმსჯელებთ, აი მას შემდეგ რაც ბავშვამ ყველაზე მყუდრო, თბილი, შეკრული გარემოდან, რასაც ოჯახი ქვია და აქედან გასულას იწყებს და გარე სამყაროსთან დაკონტაქტებას, ანუ თავის თვალსაჩინოს გაფართოებას, ზუსტად ამ მომენტიდან ჩვენ მშობლები რაღაცა განსაკუთრებული ძალებით ვცდილობთ ხოლმე, რომ რაც შეიძლება მეტად ავარიდოთ თავიდან უსიამოვნო გამოცდილება, რაღაცა არასასურველი, ვთქვათ, დღეები და ასე შემდეგ. აი ამ მომენტში საინტერესოა ზღვარი როგორ უნდა დავიცვათ ხოლმე. ძალიან რთულია პრაქტიკაში ამის გაკეთება. მე კი თეორიულად ძალიან მარტივად გეტყვით, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ პრაქტიკაში ძალიან გაგიჭირდებათ. საქმე არის იმაში, რომ მშობელს შეუძლია სოციუმი შეურჩიოს ბავშვს. მაგალითად, ვისთან მეგობრობენ მშობლები თვითონ, რა თქმა უნდა, ბავშვებიც იმ სოციუმში ეძებენ მეგობრებს, ხო? მეორე არის, რომ ბავშვს რას ველაპარაკებით, ის კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ რას ვაჩვენებთ. ჩვენ მშობლებს როგორი ურთიერთობები გვაქვს ჩვენს მეგობრებთან, ისინი ზუსტად ასეთ ურთიერთობებს ეძებენ შემდეგ. და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დაინახონ, როგორი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს მეგობრებთან, რომ პატივს სცემთ, რომ მაგალითად, ერთად დროს როცა ვატარებთ, როგორ ვეკონტაქტებით ერთმანეთს და ბავშვი, რომელსაც მაგალითად მეორე ადამიანი მიაყენებს შეურაცხყოფას, იგი იტყვის ამას, რომ ჩემი მშობლების კომუნიკაციაში ესეთი რამე არ არსებობს, ამიტომ მე არ მინდა რომ აქ დავრჩე. იმიტომ რომ მან იცის როგორი არის, რა თქმა უნდა. მეორე არის ის, რომ ჩარევაში რას გულისხმობთ, ნახეთ, ისმის კითხვა, რატომ უნდა ჩაერიოს მშობელი ბავშვის საკითხში მეგობრობასთან დაკავშირებით. ალბათ თქვენ როგორც მშობელს პირველი უსაფრთხოება მოგდით თავში. უსაფრთხოება გარდა ამისა ვიცით, რომ სხვადასხვა ვთქვათ ცუდ მანერებს ძალიან მარტივად ითვისებენ ხოლმე. გავლენების ქვეშ ხო მარტივად ექცევიან და ასე შემდეგ. უსაფრთხოებაზე დადის. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ კი არ ვუთხრათ როგორი მეგობარი აარჩიოს, არამედ გამოვუმუშავოთ კრიტიკული აზროვნების უნარი, რომ თვითონ შეძლოს ბავშვმა გარემოში აარჩიოს. ხარი დაუჭიროთ. აი ხა ნახეთ, თუ ანუ ხა ჩვენ ისეთ თინეიჯერებთან შედვართ, უკვე ბავშვებთან აღარა ვართ. ამ შემთხვევაში ნახეთ როგორ მოხდება. პირდაპირ გეტყვით, მშობელი როგორც ეტყვის ბავშვს, რომ შენ მე არ მინდა რომ ამ ადამიანთან იმეგობრო, იმიტომ რომ ის შენზე ცუდ გავლენას ახდენს, ეს გამოიწვევს უკურეაქციას, თინეიჯერი გააკეთებს ამის საპირისპიროს და კიდევ უფრო მეტად მოუნდება იმ ადამიანთან მეგობრობა, რომელთანაც უშლის მშობელი. იმიტომ რომ მშობლები ხანდახან არ ვიცით ხოლმე ახსნა, რომ აი რატო არ გვინდა რომ იმეგობროს. უბრალოდ ცუდ გავლენას ახდენს და არ ვეუბნები კონკრეტულად რას გულისხმობ, რომ მე მინდა შენი დაცვა, მე მინდა შენზე ზრუნვა და ასე შემდეგ. კი, აი კონკრეტულად უნდა აუხსნა ბავშვს, რატომ მინდა მაგალითად, რომ ამ ადამიანთან ოდნავ დისტანცირდეს. მეორე არის, რომ რამდენად ობიექტურია მშობელი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხანდახან რთულია მშობელი ობიექტური იყოს ნამდვილად. მე თვითონ ეხა მაგალითად ჩემს შვილს სხვა სპეციალისტთან მივიყვან აუცილებლად, იმიტომ რომ ყველა ფსიქოთერაპევტი, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგი ვარ, მე სუბიექტური ვარ ჩემი შვილის მიმართ, იმიტომ რომ მე ჯერ ვარ მშობელი.
და მერე სხვა დანარჩენი. პირველი რაც არის, ეს არის მოდის რომ მშობლის დაცვის ინსტინქტი, რომ იზრუნოს საკუთარ შვილზე. მეორე რა არის, რომ ვკითხოთ ბავშვს რა სარგებელს იღებს ამ ურთიერთობიდან, რატო არის ამ ურთიერთობაში? ხო? ანუ ტყუილად ხო არ არის და გავარკვიოთ, იქნებ რაღაც დეფიციტური არის, იქნებ სპეციალისტს უნდა მივმართოთ და ერთად ვიმუშაოთ მე და ჩემმა შვილმა. პირდაპირ გეტყვით იმასაც, რომ ჩემთან მაგალითად, როდესაც ბავშვი მოყავთ, მშობელს ვიტოვებთ ხოლმე ძირითად შემთხვევაში, იმიტომ რომ მშობელთან უფრო არის სამუშაო, ვიდრე ბავშვთან. ფსიქოლოგთან, როდესაც პირდაპირ ამას ვაცხადებ ძალიან ესე ნათლად. მშობლის და შვილის კომუნიკაციაში არის დახმარება აუცილებელი, რომ მშობელს ვასწავლოთ, როგორ ეკონტაქტოს შვილს, როგორ გამოხატოს თავისი აზრი და ბავშვს როგორ ასევე გამოხატოს და მიიღოს ეს აზრი. უღრმესი მადლობა რუსო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო არცენტებისთვის. მოდი ესე გავაკეთოთ. ახლა სარეკლამო პაუზის დრო არის. ძალიან ცოტა ხნით შევისვენოთ, მაგრამ ჩვენ ვრჩებით, ისევ ერთად ვიქნებით და ძალიან სახალისო თამაში მოგიმზადეთ და ერთი სული მაქვს, როდის ჩავერთვებით ამ ყველაფერში. კარგი, რეკლამის დროა და ძალიან მალე ჩვენ სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით. ვაგრძელებთ ჩვენ დღევანდელ ეთერს, ვოკალის აკადემიის ბავშვები არიან ჩვენთან ერთად და როგორც დაგკვირდით, უნდა გადავიდეთ ყველაზე სახალისო ნაწილზე. ჩვენ ახლა გავაჟღერებთ შეკითხვებს და თქვენგან ძალიან სხარტად ველოდებით უკვე პასუხებს. კარგი? დავიწყოთ? მაშინ ასე მზად ხართ? კარგი. აბა პირველი შეკითხვა. შეკითხვა რომელი პირველი? წავიდა. რომელია ნიკოლოზის საყვარელი საჭმელი? აბა პასუხებს ველოდებით. თქვენ პასუხებს. ბაჩეთ, მალე დაწერე და ერთდროულად მოატრიალეთ ბავშვებო მერე. ნიკოლოზ, შენს დაწერე საკუთარ თავზე რომელია შენი საყვარელი საჭმელი. ხო, შენ დაწერე და შემდეგ მე მგონი ნიკოლოზმაც არის ის, მე მგონი. ვერ ჩამოყალიბდა რა კარგი. უყვარს ყველაზე მეტად. კარგი, 3, 2, 1. აბა მოატრიალეთ. ესე იგი, ანასტასიაცი დავიწყოთ ხინკალი. იქ ცოტა სარეკლამო. სტრაფი ყვება. კი ბატონო. სტრაფი ყვება, იქაც სტრაფი ყვება. სტრაფი ყვება არაჩვეულებრივად მივხვდით რომ მეგობრები კარგად იცნობენ ნიკოლოზს და ძალიან კარგად იციან რა უყვართ. ნუ ესე იგი არაჯანს ვიყავი გიყვარს. ჩემი გრაფიკი და როგორ თქვი? ჩემი გრაფიკი და გამოდიდა. ნუ გადატვირთულ რეჟიმი აქვს ახლა. კარგი, მოიმზადეთ ახლა მეორე შეკითხვისთვის. რომელი ფილმი, სერიალი უყვარს გეგას ყველაზე მეტად? აბა ვნახოთ. აბა წავიდა. დაწერეთ. ნუ უყურებ იმას, შენ დაწერე. შენი აზრით რომელი ეყარება, თუ არ იცი, დაუშვათ. ბატონო, დაწერეთ. პირველი რაც გაგახსენდებათ მომენტალურად შეგიძლიათ რომ დაწეროთ. მზად ვართ? ყველანი? 3, 2, 1, მოვატრიალეთ. აბა, წავედით. ანასტასია. ანიმეები, კობრა კაი, ანიმე, აქეთაც ეს რა არის? ჩემი თოლის ახალი. ჩეცება. Star Wars რა ვიცი რატომ Star Wars-ი. პიანისტი ეჯიან დროდის შესრულებით სავარაუდოდ. ძალიან ბევრი გამოიცეს, ანიმეც ძალიან მიყვარს. შეცოდოთ Star Wars-ის და ამიტომაც ჩავთვალოთ ეს. უბრალოდ ეს ფილმი ერთ-ერთი ჩემი აპლოდისმენტები. ყოველდღე მე საყვარელი. მარტო სერიალს რატო წერთ? არა, უშავს მოკლედ გეგასაც კარგად ვიცნობთ და შეკითხვა ნომერი 3. ვიცით ერთმანეთის გემოვნური თვისებები, ხო? რომელი ცნობილი ადამიანი უყვარს ყველაზე მეტად ვაჩეს? აბა, ვიცი. შენ დაწერე შეგიძლია ვაჩეკი საკუთარ თავზე. ისე დაწერე რომ სხვა არ დაინახოს და მე არ თუ კიდე პერსონაჟი გაიხსენე, არ ვიცი და ამის მიხედვით ანასტასია დაწერე, აბა რას ფიქრობ? სოფიო მასშტაბით, ანუ არ არის აუცილებელი რომ ქართველი იყოს თავისთავად. ფილმის პერსონაჟი არ არის აუცილებელი რომ მე ან თაკო ჩავწეროთ. მომღერალი ცნობილი იყოს ცნობილი ადამიანი. ვის შესახებაც ალბათ ყველაზე ხშირად ფილმის საუბრობთ პერსონაჟები ხოლმე. ითვლება? ფილმის პერსონაჟები ითვლება? შეიძლება, კი. კი. სად ვარ? არა, 2 წამით. კარგი. კარგი. აბა ერთი ორი მოვატრიალეთ. გავიდა 2 წამი. რა ხდება? ესე იგი, ირაკლი ჩარკვიანი, იაკობ გოგებაშვილი, ირაკლი ჩარკვიანი არის მეფე, ირაკლი მე ჩარკვიანი. ნაცლია. ნაცლია. კი ბატონო. ნუ ეგეც ხასიათად დაიწერა. ერთნაირად მიდის პრინციპი. დედა არ გადავიწერე. უმრავლესობა მაინც საიდან უნდა გადაეწერა? მეფე ობიექტი. აჰა, ესე იგი, სწორად დაასახელა კი, შენმა ანუ მეგობრებმა. ძალიან ბევრი მიცნობს.
მაგრამ მე ანასტასიასაც ჩავუთვლიდი და გეგასაც, იმიტომ რომ იმასთანაც ვასაცირდები რაღაც. იაკობ გოგება. აჰა. გასაგებად. შენი აზრით რატომ უყვარს იაკობ გოგებაში? იმიტომ რომ ძალიან უყვარს წიგნები, ლიტერატურა და მეთქი იაკობ გოგებაშვილი ძალიან გავხარდა რომ დაწერა. არ გამახსენდა ირაკლი ჩარკვიანთოვი დავწერდი. არა, ეს იმას ნიშნავს, რომ აი დაწერის მომენტშიც ისევ იმაზე ფიქრობ და რა გავხარდებოდა თავის მეგობარს, რომ შეეთავაზებინა და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსმავს თავისთავად ცხადია თქვენს ურთიერთობას და მეგობრობას. დასაფასებელია ნამდვილად. კარგი, რა კითხვა გვაქვს? შემდეგი კითხვა. რომელია ანასტასიას საყვარელი ფერი? წავიდა. რა ფერი შეიძლება მოსწონდეს ყველაზე მეტად ანასტასიას? ბაჩე, ისეთი სახით. ნიკოლოზის ასასრელზე აკურდება. შეხ ძალიან მარტივია ხალხო, შეხედეთ. რომელიმე ფერია არჩიეთ მისი პალიტრით. თუ იდეა არ გაქვთ. აბა ვნახოთ, მზად ვართ? დიახ. აბა გვანახეთ პასუხები? ესე იგი, ვარდისფერი, თეთრი, მუქი, ლურჯი. ძალიან ახლოსანი ესპერები. მაგრამ მოხდა თქო მე შეგეთქვი. ანასტასიას სვიტერზე შენიშნეს ვარდისფერი ფერი, შესაბამისად ყველა წავიდა ვარდისფერისკენ. მე მგონი და ამ დროს აღმოჩნდა რომ საკმაოდ მოსწონები მოსწონს ანასტასიას და ესე დააბნია ანასტასიამ თავისი მეგობრები შეიძლება ითქვას. ისეთი იყვარს ვარდისფერი? კი, ვარდისფერი მიყვარს. წელს ვიყვარს. გამოდის რომ პასუხი სწორია, მწვანეც უყვარს. მუქი ლურჯი ყველაზე მეტად ყვარებია და ამერიდან იცოდეთ, გაითვალისწინეთ. კარგი, შემდეგი რა გვაქვს? რისი ეშინია ყველაზე მეტად კატოს? აბა ნახოთ. თუ ვიცით ერთმანეთის ფობიების შესახებ. ამ შემთხვევაში კატო და ყავს რა თავარ როლში. პასუხებს მივიღებთ? მალოქნეთ მეგობრებო, იმიტომ რომ გვინდა რომ ბევრი შეკითხვა მოვასწროთ. ცოტა ესეთი პასუხი. ყველაზე მოვასწროთ, დავწეროთ ყველა. არა, ემოციურ. უბრალოდ არ ვიცი. არა, აი სიბნელის ობობების ეგეთი შეში არა. აი დაწერეთ. აი მინიშნება რომ აი დავწერე. არის ფიქრობ ბევრი. ხრელების შიში არ გექნება ის რაღაც სინუარი. ნუ ათანხმე. დაწერე უბრალოდ. აი, კარგი, 3-2-1 შემოაბრუნეთ პასუხები. ესე იგი, მწერების, ობობის, სისწრაფის, მე ობობის და გველის მქონდა. თან გადახაზა. ადამიანის დააკარგვის სტროფობია და აქ ადამიანის დააკარგვის მოკლედ კატოსი ღრმეებში წასულა და სისაკე და ესე იგი, როგორც აღმოჩნდა. დროდიდან მეში. აი რა შეიძლება ხომედის. ფობია. ნუ ეგზისტენციალური შიშები აქვს კატოს უფრო მეტად გამძაფრებული. ეს ბუნებრივია კარგი, ნახოთ რა გვაქვს შემდეგი დრო გვაქვს, მე მგონი კიდევ ცოტა, რომელი სიტყვა, ფრაზა უყვარს ოთოს ყველაზე მეტად? აბა ეხლა დაფიქრდით რა სამოწმო ყველაზე ხშირად. არ გადაიწეროთ რა თავარია. აბა ვნახოთ. როი ფრაზა უყარს? ხო, სწრაფად დავწეროთ ბავშვებო, რომ მოვასწროთ ყველაფერი კარგად. მეც არ ვიცი რა ბაჩემ უკვე დაწერა. დაწერეთ, აი პირველი რაც ანუ ეს უყვარს არა, მაგრამ ფიქრობ. მე მიყვარს. ბევრია. აი ხშირად ახლა თან თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში დიდ დროს ატარებთ ხოლმე ერთად მუშაობთ. ხო, ან შეიძლება სიტყვა იყოს, რომელსაც ძალიან ხშირად გამოიყენებს ხოლმე და რაც არ დავწერე, მეც სადვა. კარგი, 3, 2 და 1. მე მგონი ანასტასია ამბობს, რომ აიმე უყვარსო, ძმა. აქეთ მასწავლებელო კარგად მიიღე. აქეთ ამბობს პასუხი. ძმაო, ნუ ორჯერ ძმაო დასახო, ძმა. ნიკოლოზის და ეს ზუგდიძე. აი, მისი პასუხი. ოთო, შენ არაფერი არ მეც იგივე მეწერა. ძმა ეწერა, ძმაო, ძმა. კარგი, გასაგებია. თუ ძმა. ძმა. კარგი, მოიმზადეთ, რომელია ვაჩეს საყვარელი სიმღერა. წავიდა. ეს მე მგონი ახლა არ უნდა გაგიჭირდეთ, ხალხო. აბა ნახოთ საყვარელი სიმღერა, მე მგონი თქვენთვის უკვე მარტივად გასახსენებელი იქნება. ძალიან საყვარლები ხარ. ზადვა. იმედა მოჩი უფრო კარგი ვიცოდია. კარგი, ორგანი 78, ორგანი 78. შენ აბსოლუტურად ყველა მიდენტური პასუხი. ორგანი 78 ჩარკვიანის შეკრების დროს რაღაც თავს ხოვებაში. ეს როგორ ყოველ ხალხს და აბსოლუტური თანხმედრა. სადაც არ უნდა ვიყოთ. კარგი, მოდი ბოლო შეკითხვა გავაჟღეროთ.
ნიკოლოზი, რომელი სუპერგმირი იქნებოდა თქვენი აზრით? აბა. ის არ აქვია. ნახოთ. რომელ ეს უკვე სუპერგმირთან თქვენი აზრით რომელი გადაიგივებთ იქნებოდა, ნიკოლოზს? შეგიძლიათ თამამად დაწეროთ. თქვენი შეფასებით ხო შეიძლება არ ვიცნო პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ან პერსონაჟის თვისებებიდან უფრო სწორედ გამომდინარე. ანასტასია, გაქვს პასუხი? კი, მაგ. კი, მზად ვართ რომ შემოვატრიალოთ ყველა? აუ ერთი თან. ერთი წუთი, ერთი წუთი. სამამდე ვითვლი 3 2 1 აბა შემოაყრილეთ. ნახოთ. პირველი ანასტასია სპაიდერმენი. ჭამამენი. ჭამამენი. ავად ნიკოლოზი. გარგამელი. აქეთ ბაიკმენი, ბეტმენი, ადამიანი ობობა, ნუ პრინციპში. ყოველ შემთხვევაში ხო ყველა ის პერსონაჟი რომელიც სითამამებს, გამბედაობასთან, რაღაცა ძალასთან. მადლობა, ყველას გისმენთ. ყველაფერი კარგთან არის დაკავშირებული. მოკლედ რა მაყოფილი ხარ პასუხები? კი, დავდივარ. ჯადოსნური სკილები გაჩუქეს, რა თვისებები აი, გაჩუქეს. ყველაც ერთი ჩემი ისედია რა ქვია. ყველა რა ქონდა. სიმპტომები. სუპერმენთან რო ხარ დაკავშირებული, ეს ნუ თავისთავად ცხადია, ყველამ იგივე აღნიშნა, ძალიან კარგად იცნობთ ერთმანეთს, ამაშიც დავწმუნდით. თქვენი მეგობრობა რომ საოცარია, ამაში დარწმუნდებოდა ჩვენი ტელემაყურებელი დღესაც და ნუ წმუნდება მთელი თქვენი ცქერის პარალელურად, რაც კი გამოჩნდით ტელეეკრანებზე და საინტერესო გახდით მაყურებლისთვის და გისურვებთ რომ ეს ასეც იყოს ყოველთვის და მე დარწმუნებული ვარ რომ უდიდესი მომავალი გელოდება თითოეულ თქვენგანს.